საშუალოზე მეტი ხნის ასაკი 70 წლამდე, რომელსაც ყავდა ოჯახის შვილებიც, მაგრამ არ ცხოვრობდნენ საქართველოში და ეს ბატონი ხშირად იწვა ჩვენთან კლინიკაში და სულ დიდ სითბოს და სიყვარულს გამოხატავდა ჩვენს მიმართ და ერთ დღესაც გახდა ძალიან ჭირვეული, გახდა ძალიან ავი, არ მოწონდა არაფერი, არც ჩემი თანამშრომლების გვაძლევდა დაუმსახურებელ შენიშვნებს და რაღაცა გული მეტკინა ამასთან დაკავშირებით და სულ რამოდენიმე დღეში დაგვჭირდა კვლევა, ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ ჰქონდა თავის ტვინში ძალიან სერიოზული დაზიანებები და მისი ქცევის თავისებურება, მისი ავადობით იყო განპირობებული და აი მაშინ ვიფიქრე, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე შეურაცხყოფა და არ არსებობს ამ ქვეყანაზე დაუფასებლობა და ასე შემდეგ, რომელიც პაციენტისგან უნდა გეწყინოს. საერთოდ, როდესაც ხარ ექიმი, მგონია, რომ არასოდეს არ უნდა ელოდო, რომ ვინმე შეშრომას დააფასებს. ყოველთვის ეს ამაზე აქცენტირება არ უნდა მოახდინოს.